კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვინც ახლა შემოგვიერთდა, მინდა გითხრათ, რომ ეს დღეს ორშაბათია და ჩვენი სამედიცინო გადაცემა თეთრი ორშაბათი ეთერშია. დღეს ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა ბატონო ოთარ. როგორც ყოველთვის ხალბატონია. ჩვენი სტუმრები იყო ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა ახალი სიცოცხლის პროფესორი, კარდიოლოგი, ამერიკის კარდიოლოგთა საერთაშორისო აკადემიის წევრი ქალბატონი შორენა ჭუმბურიძე და კარდიოლოგი, კარდიოექოსკოპისტი, ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი ქალბატონი ირინა ჯოჯოა, ვისაც დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ ჩვენ წინა ჩართვას უყუროთ და გირჩევთ რომ უყუროთ და რადგან ცოტა დრო შემოგვრჩა ქალბატონო შორენა, მინდა პირდაპირ კითხვები დავსვა. უпроსორად ალბათ ქალბატონი ირინასთან უпроსორი იქნება ეს კითხვა, რა უნდა გავაკეთოთ რომ თავიდან ავიცილოთ კარდიოლოგიური დაავადებები? მოგესალმებით კიდევ ერთხელ კარდიოლოგიური დაავადების თავიდან აცილება ზოგჯერ შეუძლებელია, მაგრამ ცხოვრების წესის მოდიფიკაცია გვაფიქრებინებს იმაში, რომ კარდიოლოგიური დაავადებების გართულებებს ავიცილებთ თავიდან. რას გულისხმობ და რას მოიცავს ეს ყოველივე, მოკლედ უმოძრავო ცხოვრების წესი, სიმსუქნე, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ქოლესტერინის შემცველი მედიკამენტების მიღება, ანტიქოლესტერინული დიეტა, თამბაქოზე და ალკოჰოლზე უარის თქმა, ეს ის ჩამონათვალია, რომლებიც გვეხმარება პაციენტების მკურნალობაში. ძალიან კარგი ბატონო, ისეთი შეთანხმება შევექმნა, რომ მუდმივი ვარ. რატომაც ჩამოთვალეს ყველაფერს იცა? კარგი. ფერად გაგიცნობ ის მე რაღაცეებში ცოტა ეჭვი შემეპარა რომ ჩემ მუდმივობაში სიმართლე რო გითხრათ ახლა რომ უსმენდი ქალბატონ ირინას, მაგრამ ძირითად ნაწილში რა თქმა უნდა ვეთანხმები, ანუ ფლატმურით მუდმივი თუ არა, სტაბილური ვარ, სტაბილური ასე ვთქვი. კლინიკა ახალ სიცოცხლეს რო დაუბრუნდეთ, ჩართულია თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ცოტა ცლად რომ გითხრათ ამ კუთხით რა ხდება თქვენთან? დიახ, კლინიკა ახალი სიცოცხლე ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში აქტიურად, ასევე თანამშრომლობთ კერძო სადაზღვევო კომპანიებთან და ვიღებთ პაციენტებს 24/7-ზე. ანუ ნებისმიერი სერვისი, რომელიც კარდიოლოგიური პროფილის პაციენტებს ჭირდება, შეგიძლიათ რომ შეთავაზოთ. ყველა სერვისი თავაზობთ პაციენტებს. პრინციპში ჩვენი გადაცემაც ბატონო თარ დასასრულს მიუახლოვდა, უცებ შემოგვეპარა დრო როგორც ყოველთვის. კი ბატონო. ჩვენ დეტალურად მოგვიყვა ჩვენმა სტუმრებმა და ვინაიდან ჩვენი გადაცემა მაინც ჩვენი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, გირჩევთ რომ ჩვენ წინა ჩართვასაც უყუროთ, იყო საუბარი თუ რა სერვისებს თავაზობს კლინიკა, სადაც ქალბატონი შორენა და ქალბატონი ირინა მოღვაწეობს, რას ნიშნავს, როგორ უნდა ამოვიცნოთ ესა თუ ის კარდიოლოგიური პრობლემა რამდენად მნიშვნელოვანია ექიმთან დროულად მისვლა და რა სახის სამედიცინო დახმარება შეუძლია მიიღონ პაციენტმა. და რა სახის კვლევები ტარდება, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ქირურგიის ეროვნულ ცენტრში. ვემშვიდობებით ჩვენ სტუმრებს, დიდი პატივისცემით, ვემშვიდობებით ჩვენ მსმენელსაც და ზუსტად ერთ კვირაში ისევე საინტერესო თემით და საინტერესო სტუმრებით პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით. დროებით. დიდი მადლობა.